14 თებერვალს გარდაიცვალა და იმას რომ მოყვა თებერვალი, მარტი, აპრილი და მაისში უკვე ხდებოდა 84-ს. თან გულნატკენი, თან დაღლილი და ხანცული ყველაფერი რომ ყოველთვის გვამხნევებდით იმითი ეგ უკვალოდ არ გაქრებოდა ამდენი ადამიანების ამდენი წლის შორის. ანუ საქმე გვაქვს აი იმ ზოგად საკაცობრიო მნიშვნელოვან მოვლენასთან, რომელიც მეორედ მოსulis იმითი ვიცით და ეგ ახალი ცნობიერება, ანუ ახალი სისტემის მოწყობა, როგორი უნდა იყოს დედამიწაზე, ზოგადად დედამიწისეული ადამიანისთვის, აი ამ გადარჩენის გზა მოგვიტანა და მოგვაწოდა და შესაბამისად მოხდა იურიდიულ საფუძველის შექმნაც პარალელურად. რატომ? თვითონ ბიბლია გვამცნობს, მიაგებთ ღმერთს ღვთისა, კეისარს კეისრისა. ღმერთს თუ ემსახურები, კეისარი ციტყავს თავის მისაგებელს. კეისარის მისაგებელი გახლავთ არსებული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მოხდა 2 მილიონამდე ხელმოწერის შეგროვება, რომელიც სადაც ჩამოთვლილია მოთხოვნები, რომ საქართველო ითხოვდა ნეიტრალურად გადაწყვეტას იმ საკითხების, რომ არც იქით, არც ჩრდილოეთი, არც დასავლეთი, არამედ ყველასთან თანაბრად კეთილ მეზობლურად, არანაირი მტრული განწყობით. ამისთვის ჩატარდა ყრილობები, ყრილობა მიიღო დადგენილებები, სამჯერვე ჩატარდა ეს ყრილობა, სამჯერ იქნა შეგროვებული ხელმოწერები, არ შემიძლია ამას ხაზი არ გაუსვა, იმიტომ რომ ქვაკუთხედია ბატონი აკაკის საქმიანობის საერთოდ და ამიტომ მომიტევებ და ჩატარდა, გადაიგზავნა მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოში ის მიღებული დადგენილება, რაც მიიღო სრულიად საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ. დღეს მერე იყო დიდი ბრძოლა, რომ ეგ აღსრულებულიყო, მაგრამ ეხლა ჩვენ დღემდე ბატონი აკაკი უკვე ჩვენ გვერდით აღარ არის და ჩვენ კიდე ამ საქმიანობას ვაგრძელებთ. ახლა ამ მონაპოლარს, რომელიც ქართველი ერის საკუთრებაა და არა ამ ერთობის დიდი მაგალითი ვართ ახლა დღეს. მერე რა რომ ხალხ მრავალი არ არის დღეს ჩვენი შეკრება. გაბედნიერება ბატონებო, როდესაც გახარ გურჯიანის ყველა წმინდის ეკლესიის წინაშე, რომელიც არ მოგცემს ტყუილის თხრის უფლებას. იოტის ოდენა შანსად გაგიტყვევ, რომ მიცრუ ერისა და დერის წინაშე. ჩემი გამოსვლა იმით მინდა დავიწყო, რომ ჩემმა ერთმა ამერიკელმა დიდი ხნის მეგობარმა განაცხადა, რომ ადამიანის ცხოვრებაში არის ორი უმნიშვნელოვანესი მომენტი. ერთი, როდესაც მოევლინება ქვეყანას და მეორე, როდესაც გაითვალს საწიერებს, სრულად გაიგებს თუ რისთვის მოევლინა ქვეყანას. ბატონი აკაკი ჯორჯაძე, მწერალი, მოაზროვნე, დიდი საზოგადო მოღვაწე მოევლინა ქვეყანას, მოევლინა მის მშობელ ქვეყანას მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილიყო მისი ერთგული მსახური, მისი ერთგული მეციხოვნე, მისი ჭეშმარიტი, ნაღდი ჭირისუფალი და რაც შეეძლო და როგორც შეეძლო ემსახურა ქვეყნისათვის, ემსახურა მშობელი ხალხისათვის. იგი როგორც მწერალი, კარგადაა ცნობილი ქართული მკითხველისათვის, მისი რომანები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები საოცარი ტკივილით და საოცარი სიყვარულითაა გამსწორებული მისი მშობელი ერისადმი, საქართველოსადმი შემოკარგებული. მას არ უცხოვრი არც ერთი წუთი, არც ერთი წამი, არც ერთი საათი იმის გარეშე, რასაც სამშობლოს უებრო ჭეშმარიტად ვაჟკაცური სამსახური ქმნიდა. მან კარგად იცოდა მისი სიზმრდინარე სამშობლოს იარების თავი და თავი. კარგად უწყოდა, რომ ამ იარებს მხოლოდ ერთად, მხოლოდ საოცარი სულის ბერვით მოუქონებდით და შევაჩერებდით იმ სისხლის დენას, რაც ასე აწვებოდა და
თქმუნავდა ქართველთა არსებობას ერთ მორწმუნე ერისაგან, რომელმაც იმაზე მეტი ტკივილი მიაყენა საქართველოს, ვიდრე მთელმა აღმოსავლურმა სამყარომ. რადგანაც ისინი მოდიოდნენ, გვაწიოკებდნენ, მთელავდნენ, კვლავდნენ, მაგრამ კვლავ ბრუნდებოდნენ თავიანთ ქვეყნებში. აი ეს ჩვენი ჩილოელი მეზობელი კი ჩამოვიდა, დაგვაჯდა კისერზე და ბოლომდე წუწნა ის ნექტარი, რომელსაც საქართველოს არსებობა ერქვა. მაინც ვერ მოგვერია, მაინც ვერ დაგჭერდა და მე ძალიან მინდა წამდეს და ეს ასეც არის, რომ ამაში თავისი წვლილი ბატონმა აკაკიმაც შეიტანა, რომელმაც დაარსა საზოგადოება, რომელიც დღემდე მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგაც არსებობს, ვითარდება და აკეთებს ყველაფერს, რათა გააგრძელოს აკაკი ჯორჯაძის მიერ განვლილი გზა. მე მინდა გითხრათ ერთი რამ. ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ თავის დროზე ბრძანა იბრძოლეთ ჩვენი დიდი წინაპრების დარად, რადგან უპირველეს ყოვლისა თქვენს სულებში და შემდეგ თქვენს გარშემო გადაარჩინოთ თქვენი წილი საქართველო. მეც მოგიწოდეთ, რომ ვიბრძოლოთ ყველამ, ვიბრძოლოთ ისე როგორც აკაკი ჯორჯაძე იბრძოდა, ვიბრძოლოთ ხელშეკიდებულებმა და ჩვენი სამშობლო გადარჩა. გავიდა გარკვეული დრო ცნობილი ქართველი მწერლის აკაკი ჯორჯაძის გარდაცვალებით. ეს დრო სრულიად საკმარისი იყო გაგვეცნობიერებია რა დააკლდა ქართულ მწერლობას, ქართულ აზროვნებას, ქართულ პოლიტიკას, მისი სახით. როგორც პოლიტიკოსზე ბევრი რამ არის თქმული. დღეს მე მინდა შევავსო აი ის ვაკუუმი, რომელიც საჭიროებს შევსებას. ნაკლებად საუბრობენ აკაკი ჯორჯაძეზე, როგორც მწერალზე. წინა საუბრებში მე მოვიხილე მისი რომანი მამონას მონა. დღეს კი მინდა ვისაუბრო დიდებულ უბრწყინვალეს ნაწარმოებზე ანგელოსი დააბიჯებს დედამიწაზე. თუ დიდი ავსტრიელი მწერალი რილკე თვლიდა, რომ ანგელოზი საშინელია, იმიტომ რომ ადამიანისთვის არის შეუცნობი და გაუგებარი. მე შევატრიალებდი კითხვას სხვაგვარად. თუ ანგელოზი ადამიანისთვის არის შეუცნობელი, იქნებ ადამიანმა უფრო დიდი ძალისხმევა გამოიჩინოს, რომ ანგელოზი შეიცვალოს. ბატონი აკაკის აზრით, დედამიწა ადამიანის სული ჯერ ანგელოზმა უნდა ამოავსოს. ანგელოზი ისეულ სიწმინდემ უნდა მოიცვას ადამიანის შიდა სამყარო, რის შემდეგაც უკვე იწყება გზა უფლისკენ, ტაძრისკენ და სათნოებისაკენ. სამწუხაროა, რომ ბევრი რამ, რაც ისაუბრა სიცოცხლეში ბატონმა აკაკიმ, ბევრმა ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა. არადა ისე როგორც არასდროს, დღეს გვჭირდება ჩვენ ცნობიერების გამოღვიძება. ეს ყველაფერი მსოფლიო ფასეულობები,
რაც კაცობრიობამ შექმნა. უნდა მოხდეს ჩვენს ეროვნულ საძირეზე დამყნობა და მივიღებთ შემდგომ კარგ შედეგს. რუსთველი მთელ ევროპას და აზიას მოიცავს. მთელი სიბრძნე დაწყებული პლატონიდან, შემდგომ არისტოტელე, შემდგომ შუა საუკუნეების დიდი მოაზროვნები და გასაოცარი ის არის, რომ თურმე რუსთველი ესპანეთში მოღვაწე დიდ ებრაელ პოეტებსაც იცნობდა. კერძოდ ნახსენები ყავს მას ვეფხის ტყაოსანში ბრძენი ეზოროს, ანუ მოშე იბნ ეზრა. მაგრამ რუსთველი მაინც ქართველი პოეტია. ქართული სული, ქრისტიანობა არის მისი შინაგანი მამოძრავებელი ძალა. აი ამისკენ მოგვიწოდებდა ჩვენ ბატონი აკაკი. ფუძისკენ და საძირკველისკენ, ლიბოსკენ გვებრუნებია პირი და დაგვეწყო ყველაფერი იქედან. მე ერთს ვიტყოდი, რომ სამწუხაროა, როცა ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით არიან, ჩვენ კიდევ მათ ვერ ვაფასებთ. ბატონი აკაკი ერთ-ერთი იმათაგანი გახდა. შენდობა მის სულს და მე მჯერა, თუ აი ის ტკივილი, რომელიც მას საფლავში ჩავა დარდად, გამთელდება მისი სული, ალბათ ამ ყველაფერს იგრძნობს. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს კახეთის მიწაზე ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში ვიხსენებთ დამაშვან მწერალს და მოღვაწეს აკაკი ჯორჯაძეს. ქართული თანამედროვე პროზის სივრცეში აკაკი ჯორჯაძის შემოქმედება გამოირჩევა შინაგანი დრამატიზმით, ფსიქოლოგიური სიღრმითა და ეროვნული გამოცდილების ხატრულ ფილოსოფიური გააზრებით. მისი ტექსტები ხშირად იქცევა ადამიანის სულიერი მდგომარეობის, დროის ტრაგიზმისა და ისტორიული მეხსიერების ანაეკლად. წერლის პროზა ერთდროულად რეალისტურიცაა და სიმბოლური. იგი კონკრეტული ყოფითი დეტალებიდან აღწევს ზოგად საკაცობრიო აზრამდე. წერლის პროზა ძირითადად იმ ეპოქის განცდებს ასახავს, როდესაც ქართული საზოგადოება ძიმე ისტორიული გარდატეხებს განიცდიდა. საბჭოთა სისტემის მორალური კრიზისი, ეროვნული იდენტობის რღვევა, ადამიანის გაუცხოება და სულიერი მარტოება მის ნაწარმოებში არა როგორც დეკლარაცია, არამედ როგორც პერსონაჟთა შინაგანი ტრადიცია ისე წარმოჩინდება. მის ნაწარმოებებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადამიანის შინაგანი მონოლოგი. ავტორი ხშირად აღწერს არა მოქმედებას, არამედ განცდას. მისი პერსონაჟები საკუთარ თავთან საუბარში უფრო მეტად იხსენებიან ვიდრე დიალოგებში. ძვირფასო მეგობრებო, აი ამ ადამიანს რამდენიმე რომანი აქვს დაწერილი. ეს არის მამონას მიწა, ეს არის ანგელოზი დედამიწაზე დააბიჯებს და მუმლი მუხასავო. მაგრამ ბატონი აკაკი არა მარტო წერალი იყო, არამედ ის იყო ეროვნული მოღვაწე. ის იყო რამდენიმე გაზეთის რედაქტორი, წერდა საყურადღებო პუბლიცისტურ წერილებს და აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ მას სულიერი ნათესაობა აკავშირებს ქართველ კლასიკოს გრიგორ რობაქიძესთან. ორივეს ჯისა და განცდის საგანი იყო, რომ ნამოცნებარი გამოგონილი მითიური საქართველო რეალურში განსკეულებულიყო და აი ამ ფიქრში და ამ ღვაწლში გაატარა თავისი სიცოცხლე ბატონმა აკაკი ჯორჯაძე. უნდა ვთქვათ, რომ
გრიგორ რობაქიძეს გავიხსენოთ მისი ანდერძი, რომ მე ვინატრებდიო, რომ ქართველი დედა წიფობის თვეში ჩემი დაბადების დღეს მოსულიყოს ჩემს საფლავთან და ერთი სანთელი დაენთოს. მეც არ ავსთხოვს საქართველოს. ამ ხრივ აკაკი ჯორჯაძეს გაუმართლა, რადგან დღეს აქ მისი აღზრდილები არიან და ისინი აგრძელებენ მის გზას. ხოლო თქვენ, ქალბატონო მანანა, მისი სულის ნატეხი ბრძანდებით. სწორედ ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ იმ დამსახურების გამო, რაც აკაკი ჯორჯაძეს მიუძღვის ქართულ მწერლობაში და ეროვნულ საქმეში, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ გარდაცვალების შემდეგ მას მიანიჭა გრიგორ რობაქიძის სახელობის პრემია. ნათელი დაადგეს ამ დამაშრალ პიროვნებას. აკაკი ჯორჯაძეს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭოს გრიგორ რობაქიძის სახელობის პრემია. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი დავით შემოქმედელი, ქალაქი თბილისი, 2026 წელი. ბატონო ზალ, ბატონო ერეკლე, ჩამობრძანებისთვის, აი ამ შესანიშნავი ჯილდოს გადაცემისთვის ორმეს ვაკეთებ კიდევ ერთხელ. თქვენ ხართ ქართული მწერლობის, ქართული შემოქმედების წარმომადგენლები. ქართული შემოქმედება, ქართული მწერლობა ვფიქრობ, რომ საერთოდ ხელოვნების გვირგვინია და ამის დაკარგვა იქნება ერთ დიდი ტრაგედია. ძალიან მოკლედ ვიტყოდი თუ რატო შევიკრიბეთ მაინდამაინც აი ამ ტაძრის ეზოში, იმიტომ რომ ეს ტაძარი ერთი მხრივ გამორჩეულია მართლმადიდებულ სამყაროში თავისი ორი გუმბათით. უჯარის ყველა წმინდა ღვთისმშობლის სახელზე გახლავთ. დაახლოებით 400 წლის წინ თეიმურას პირველმა ნოდარ ჯორჯაძეს გადასცა ეს ტაძარი სამეფო გვარი, სამეფო ოჯახის დაცვის და მოვლის დამსახურების გამო. ეს არის უძიმესი წლები საქართველოში ქეთევან წარმოებს უკავშირდება. ასე შემდეგ აღარ მოუყვები. მეფის სიტყვა კანონია და ამის მერე რა თქმა უნდა ბევრი რამ შეიცვალა და სიმბოლურად სადღაც სულიერად სწორედ ამგვართანაა დაკავშირებული შესანიშნავი გამორჩეული ტაძარი, რომელიც ორი გუმბათითაა წარმოდგენილი. ორ გუმბათში აზრია ჩადებული ერთი ის აზრი, რომ ქრისტეს ორი ბუნების დასახიერებაა, მაგრამ არის მეორე დაფარული, რაც დროში ნელ-ნელა გაცხადდა. გუმბათი თავისთავად წარმოადგენს მამასთან კავშირის ამ ქრისტეს სიმბოლოს. განვითარდა ეს ჩვენი არქიტექტურა თავისთავად. ორი ტოლფარდი გუმბათითაა წარმოდგენილი შესანიშნავი ჩვენი სულიერების ერთ-ერთი ცენტრი. კაცების მაუწყებელია, რომ ქრისტიანობა ორ დიდ გიგანტზე დგას. ერთი ის, რომ ის როგორც ასეთი შედგა 2000 წლის წინ და ჩვენ მართლმადიდებლები ვართ ქრისტიანები და მეორე ქრისტიანობის დიდი ბოლოდინი, დიდი გუმბათი გახლავთ ის, რომ იგი მეორედ მოსული ჟამს რაღაც პროცესს გაგვატარებდა, რაღაც გამოსცას ჩაგვიტარებდა, რაც კაცობრიობა სჭირდება, რაც თითოეული შეტაკა სჭირდება, ეს ჩვენ როგორ გაგვიხარდება თუ არ გაგვიხარდება. ასე შემდეგ ქედან გამომდინარე 400 წლის მერე სწორედ ჯორჯაძეს გვარის წარმომადგენელი პიროვნება გამოდის და მსოფლიოში ყველაზე მეც ამობს იმ მოვლენაზე, რასაც დიდი შიშით, გულის ფანცხალით ველოდებით, ელოდებიან და ასე შემდეგ. დაგერ ტაძარი თავისი ორი გუმბათით და თუ დაუფასებელია, რომ სწორედ შეფასება ჭირდება, დრო ჭირდება, კერწერლობა თავისას ცდილობს, თავისთავად ცხადია და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ამ შესანიშნავი ჯილდოსთვის. მაგრამ მეორე ისე უშუალოდ საზოგადო განსაკუთრებულად გააქტიურებული საზოგადოებრივი მოღვაწლი 28 წლის განმავლობაში რომ მოდის და თავის შეფასებას მაინც მიიღებს, უნდა გადარჩეს ქვეყანა, გადარჩეს საქართველო, გავერთიანდეთ შვიდობით, სიყვარულით და მსოფლიოც უნდა დამშვიდდეს და ბოროტების გზა ზოგადად გვაქვს დასაκτები, დასაძლევი გვაქვს ეს სისტემურად, ფორმაციულად და დღევანდელი დღეც ერთი პატარა წვლილი ამ დიდ საქმეში ისევ და ისევ თქვენი ამ ძვირფასი საზოგადოების ჩამობრძანებით. მადლობთ. მადლობა.
დაბადების დღე მინდა მიულოცო ბატონა აკაკის სიმიერში, გილოცავთ ბატონა აკაკი. უთქვენობით გამოწვეულდით გივილი იმდენად ღრმა ყოველი ჩვენთაგანისთვის, ერისთვის და თუ ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამეთვლიან კაცობრიობისთვის, რადგან ჯერ კიდევ ვერ გაგვის სიკრძე განებია თქვენი მისია. ის მოვლენა, რომელიც თქვენ გვამცნეთ, მთელი თავის სიმძაფრედ მიექანება კულმინაციური დასასრულისკენ. და როგორც თქვენ გვეუბნებოდით, ბრძოლა ბოლომდე ღირს, უკანასკნელ წუთამდე, ერის გონის გახსნამდე. მთელი თქვენი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს გადარჩენას მიუძღვენით და არა პიროვნულ განდიდებას. პირნათელად მოიხადეთ ვალი როგორც ქართველმა ღირსეულმა, წერალმა, მებრძოლმა, ნუგეშის მცემელმა. მადლობას მოგახსენებთ ამ სითბო სიყვარულისთვის, რომლითაც თქვენ ჩამოგვაყალიბეთ მოაზროვნე ქართველ მებრძოლ რაინდებად და ჩვენც შეძლების და გვარად მიუყვებით იმ გზას, რომელიც თქვენ გვაჩვენეთ უფლისნებით. სწორედ ამ პიროვნული თვისებების გამო კიდევ ერთი პრემია, გრიგოლ რობაქიძის პრემია გადმოგცათ საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ და ასევე იმ დამსწრე საზოგადოებას, წერლებს, რომლებმაც დიდი სიყვარული და სითბო გამოხატეს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ღვაწლი აუცილებლად დაფასდება და ჩვენი სამშობლო, რომელიც დღეს ბეწვის ხიდზე გადის, აუცილებლად დაადგება ახალი სიტყვის მიერ მითითებულ გზას არსებული კაპიტალისტური სისტემის შეცვლით და გადარჩება იმ საფრთხეს, რომელიც თქვენ მიგვანიშნეთ. მადლობას მოგახსენებთ თქვენი არსებობისთვის და ყოველი თქვენი სიკეთისთვის. დღეს 20 მაისია ბატონო აკაკი, შენი დაბადების დღე. როგორი სიხარულით ველოდით ამ თარიღს ყოველ წელს, ახლა კი თვალცრემლიანი. ვერ ვცანით. სასულიერს უფალმა ჯილდოდ ბრძენი მოგცა. ქვეყნის სიცოცხლისთვის წვდიადის მთეველი. ღმერთმა როს მიიხმო და განახუნა როს ცა, ვერც მაშინ ვიცანით ნუგეშის მცემელი. და ახლაც ვერ ხვდებით კვლავ დასჯის მიზეზებს, რატომ ეს ამდენი სიკვდილი, წამება. ამხელა ტანჯვისთვის განგება გვიმეტებს, ურწმუნო ქართველთ კი თვალები აგვება. რა რთული ყოფილა მავნისთვის გაგება, სიმართლე ჩათვალეს როგორაც ბოდვები. არადა არ ჯალგვით სუხთოდ გზის გაგნება, დიდხანს არ გვატარებს მამონას ცოდვებით. ახლა ცრემლჩამდგარი აცეცე თვალები, გინდ სული გააცხე, არ ესმის არავის. გკლავდეს ურწმუნობის ულევი ვალები, ახარე თაღლითი, ყველი და მპარავი. ამდენი სიკვდილი, ამდენი გოდება, მოთქმა კი არა და კივილი მინდება. გაგლიჯა გულებით კივილის ლოდებმა, დღეები ჩამოწვნენ უთენებ ბინდებათ. იყო დრო, კაცისძე არც ნოეს არენდო, და ახლაც დავცინეთ ღვთის სიტყვის საჩუქარს. იმერმა არ ვცანით, რომელსაც გაგვენდო, ამიტომ ჩვენს დაშ. აკაკი ჯორჯაძე პიროვნება, რომელშიც ჩვენ ხედავდით ერთობლივად ოჯახს, სამშობლოს, სამყაროს, ნიუანსური ადამიანი, რომლის თვალსა და გონს არასოდეს არც ერთი წვრილმანი არ ეპარებოდა.
ალბათ სწორედ ამიტომ შეარჩია უფალმა იმ დიდი მისიისათვის, რაც მისთვის 1994 წლიდან გახდა ცნობილი. და გვპირდებით, რომ ქართველი ერი აუცილებლად გააგრძელებს იმ დაწყებულ გზას, იმ დიდ შრომას მივიყვანთ ბოლომდე, რასაც თქვენი სიცოცხლის ბოლო წლები შეალიეთ დედამიწაზე. მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი პერიოდის შესამჩნევ წარმომადგენლებს. მადლობა მინდა გადაუხადო რუსთაველის საზოგადოებას, მის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს ამ უდიდესი ჯილდოსთვის დაფასებისთვის. რაც დრო გადის და ვფიქრდები, მით უფრო ხდები რამხელა სიბრძნე და საჭიროებო საკითხების აუცილებლობა იდო. იმ ყველაფერში, რასაც წლების განმავლობაში ბატონი აკაკი გვესაუბრებოდა და მოგიწოდებდა, რომ გვეკეთებინა და შეგვესრულებინა ის, რაც თითოეულ ჩვენთაგანს მოეთხოვებოდა. მე მადლობელი ვარ უფლის, რომ მომიხდა მის გვერდზე დგომა წლების განმავლობაში და იმ სკოლის გამოვლა, რომ ვიყავი მისი ერთ-ერთი მოწაფე. ის სარდაფი, სადაც ჩვენ შეკრებებს ვატარებდი და ჩვენი შეხვედრები ხდებოდა, ეს იყო ერთგვარი ოაზისი სულიერების, როდესაც გარეთ გაჯერებული იყო ყველაფერი ამ ყოველდღიურობით, მატერიალური პრობლემებისადმი, ესეთი მონური დამოკიდებულებით, რა ვიცი, ფულზე და იმაზე ფიქრით იყო საზოგადოებას აუცილებლობა მოიტანა, ყოველდღიურობა მოიტანა. მე ამით იმას არ ვამბობ, რომ ისინი ამაში ტყუოდნენ, რომ ასე იყო, მაგრამ მე იმის აღნიშნა მინდა, რომ ამ ყველაფრისგან ჩახვიდოდი თუ არა რამოდენიმე საფეხურით ამ სარდაფში, ყველაფრისგან თავისუფლდებოდა ადამიანი, იქ სხვა სულიერებად რეალებდა, იქ ამაზე არავინ ფიქრობდა, არავინ საუბრობდა, იქ ლაპარაკი იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის გადარჩენაზე, ქვეყნის პრობლემებზე, ერის პრობლემებზე და საათობით ზოგჯერ შუაღამემდე მიმდინარეობდა ეს საუბრები და გარჩევები. რაც დრო გადის, მით უფრო ხვდები, რა აუცილებლობა იყო იმ ყველაფრის, რასაც ჩვენ ვაკეთებდი და რასაც ვაკეთებინათ და ხელმძღვანელობით დავკაცავ. ერთადამეფ რის გაკეთებაშიც წინ გვიძღოდა. აი ის ნეიტრალიტეტი, ის მოთხოვნა, რაზედაც მოსახლეობის უმრავლესობას მისი ხელმძღვანელობით მივიტანეთ მოსახლეობამდე და დაგვსამხთა და ხელი მოგვიწერა ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობა ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით და ფორმაციის შეცვლა, რაც გულისხმობდა, რომ ქართული მიწა, წყალი, წიაღისეული, სულიერ მატერიალური ფასეულობები ეს არის ერის კუთვნილება და მისი გასხვისება, გაყიდვა არ შეიძლება, მისი ხელისხლება არ შეიძლება და რაც უკვე გასხვისებულია უკანვე დაბრუნდეს. მაშინ შეიძლება ეს ყველაფერი ასე მტკივნებულად არ იდგა, მაგრამ გავიდა დრო და ხედავთ, რომ აი დღეს, როდესაც მართლაც აი კრიტიკულ წერტილს მიუახლოვთ, ხედავთ, აღარ მინდა ბევრი გავაგრძელო, რამდენი დემოგრაფიული პრობლემების წინაშე ვდგევარ, რა შემოდინებებია, როგორ ხდება ქართული სიმდიდრეების და მიწა-წყლის გასხვისება და თუნდაც აგერ ჩვენ სამეზობლოებში დიდი ომები მიმდინარეობს უკრაინაში, აგერ ახლო აღმოსავლეთში და ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა არის, რომ ნეიტრალიტეტი დავიცვათ და როგორც იყო მითითებული, ყველასთან ვიყოთ კეთილმეზობლურად. ბოლოს კიდევ და კიდევ დიდი მადლობა მობრძანებისთვის დღევანდელ ჩვენს აი პატარა, მაგრამ სულიერები და სიტყვოთი გაჯერებულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დიდი მადლობა. პირველ რიგში უზარმაზარი მადლობა, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, ბატონი აკაკის დაფასებისთვის. ჩვენთვის ბატონი აკაკი ყველაფერს ნიშნავს, აბსოლუტურად ყველაფერს. ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული დღემდე, რაც კი რამე შექმნილა, რაც კი რამე აქამდე დღევანდელამდე მოსულა, თითქოს და აი ბატონი აკაკის სიტყვებში ვხედავდით ამ ყველაფერს რა. ეს იყო ჩვენთვის უზარმაზარი წინავალი შუქურა, მართლაც დიდი შთამბეჭდავი, რასაც დღემდე მისი სიტყვებით, მისი აზრით და მისი ლოგიკური, ამ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილებებით მიუყვებით და ჩანს, რეალურად ჩანს, რომ ეს არის მართლა უდიდესი სიმართლე. დღეს რაც პოლიტიკური ვითარება ხდება მსოფლიო მასშტაბით, მან თითქოს 9-10 წლის წინ ყველაფერი დაგვიტოვა და დღეს აი როგორც სახელმძღვანელო იმნაირად მიუყვებით
მის მიერ ნაკარნახევ გზას. აი ისეთი აღელვებული ვარ თქვენი მოგზაურობით და თქვენი მართლაც აი ამ დიდ ღონისძიებაში მონაწილეობით თითქოს პატარაა ეს საზოგადოება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უზარმაზარი გული და უზარმაზარი სული ტრიალებს დიდ მადლობას მოგახსენებთ დაფასებისთვის და დანარჩენს ალბათ მე ბატონობის სულიერი წამსი გამოაჩენს ყველაფერს. ზურაშიოშვილი არ შეიძლება მასპინძლებმა ერთ-ორი წინადადებით არის მოგესალმებით პირველი დავით მოგზაალ ბატონებიგი მე წოროდის იქ მოგახსენებ სულ გეუბნებოდა რომ სწავლებ შვილო სიმბოლოებით აზროვნება და ეს ყველაფერი რაც ხდება დღეს ჩვენს თავს ეს 28 წელი გვასწავლეთ და გადმოგხსენებ მაგრამ აქ ქართულ საზოგადოებას ნიშნებით შეიცვალა შემთხვევით ვარათი არ ხდება ამ წინ და ადგილიდან აგეთ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ეს ბატონებიგი ეს ღონისძიება ამ წინ და ადგილზე აღინიშნა და გვეთქვა მის შესახებ ყოველდღე სიტყვა და მე მინდა კлау ბატონებიგი სიტყვები წერილები ბრძანდები საზოგადო მოღვაწეები შეგახსენოთ რომელიც ჩემი აზრით თავის მნიშვნელოვან აქტუალობას დღევანდელ დღესაც არ კარგავს ერეკლე სამიდი ხა წერალი თავის ერის მაჯიჟემის უდივე ხიზილ ურის მიმდებია რომ გაჭირების ჟამს თანაუგზნოს ავანტყოფობას უკუნალოს ომის დროს მეწინავე მოდროშის მოვალეობა აღასრულოს წერილობა იქ თავდება როდესაც წერალი იგი თავის მოვალეობას დარგავს ერის გასაჭირი კითხვა რომ წერალს თავის ესწრებს მოლავის დღეს ჩვენ ყველა ამ საშიშროების წინაშე ვდგევართ რადგან სოფლიო მხეცის მოძალებით ქვეყანას გლობალიზაციის და ინტეგრაციის ანტიეროვნული ბაცილას შეგვია და ღვთის იმედზე მიტოვებულ ჩვენ საერთო სხეულს შავი ძალა დაეპატრონა. აი ასე დროს ჩვენ ყველა ბრძოლის ველზე ვართ გამოსასვლელი რომ სხეული ვიხსნათ საქართველოს ქართველები დაუპას გადავარჩინოთ. ვაი მაშინ თუ ქართველი მკითხველა ქართველი წეთმენის ვერ და სხვა სიმბოლური რა ხვალ ამაღლება და ჩვენი სურვილია ყველაში რომ ქართველები დამდგარი იყოს ხვალ კი აღაბომიდან ამაღლების სასწაული უწევს ჩვენ მართლმადიდებლებს რომ ქართველები დამდგარი იყოს აღდგომის ამაღლების ხაზი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ ჯილდოების ყველას. ქალბატონი ნანა საყვარელიძე ბატონი აკაკის მეუღლე სამწუხაროდ ჯანმრთელობის მხრივ ვერ არის გამართულად და დღევანდელ თავყრილობას მოგესალმათ ყველა უღრმესი მადლობა მოგახსენა ვერაფრით ვერ შეძლებდა რომ წამოსულიყო და მე ისე უკან წაგვეყვანა ეგ შეუძლებელი გახდა ამიტომ დიდი სიყვარულით გეფერებით ყველასო და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებს ყველას რაც შეეხება შვილიშვილებს და შვილებს ისინი სამსახურებში არიანო დღესო და რახან შუაკვირა არისო ვერ ვახერხებ პირველ რიგში შემთხვევითი არ არის რომ ჩვენ დღეს აქ გავაკეთეთ ეს მცირედი მიძღვნა მოფერება ბატონ აკაკისთან დაკავშირებით მის საქმიანობასთან მის სულთან ვინაიდან ეს გახლავთ როგორც თქვენ ახსენეთ უდიდესი დაკვირთვის უდიდესი მნიშვნელობისა ის ქართული ტაძარი ორგუმბათოვანი რომელიც სოფლიოში მე მგონი მეორეა მეტი არც არის და სულ ორადორი და ერთ-ერთი არის კახეთში და ისიც გურჯაანში თან გახლავთ ჯორჯაძიანთა საგვარეულო ის როგორც მე ვიცი და ამიტომ იქნა ეგ ადგილი შერჩეული დანარჩენებს ესეთი დიდი თემაა რომ ჩვენ ვერ გვეყოფა დღე კი არა კვირეები რომ გადავაბათ ერთმანეთზე და ამიტომ ეხლა მივხედოთ იმ სხვა ნაწილს რომელიც სხვა ნაწილიც დღის წესრიგში გვაქვს კიდე მოვეფეროთ კიდევ ერთხელ მის სულს და ეგ ეხლა საქართველოა და ქართული ადათით და წესით არაფრით არ შეიძლება რომ ვაზით არ იქნეს მოხსენიებული თან გურჯაანში და ჩვენ ეხლა გავაგრძელებთ დანარჩენს იქ ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით უღრმესი მადლობა ბატონო ზალ ჩემო ნიკო იგივე რეკრე ხარ ჩემთვის და ახლა ყველაზე მეტად ბატონ აკაკის ახლა თუ რამე გაუხარდებოდა ეგ იყო თქვენი აღყოფნა თქვენი ეს საუბარი რაც ისაუბრეთ იმიტომ რომ
მთელი თავისი ცხოვრება დაიწყო თქვენთან, გაატარა თქვენთან და მერე ჩვენ გავაგრძელებთ მასთან ერთად ის საქმიანობა, რასაც კიდევ ერთხელ გეფერებით ბატონო აკაკი, აღარ გავაგრძელებთ მე შეხვედრამდე. ძალიან დიდი მადლობა ხალხო რა. პრის დიდება იყოს. მისი ნებით ვარ მოვლენებული ამ ქვეყნად. მისი ნება იყოს ბატონი აკაკის მოვლინება. ჩვენ თავშეყრაც მისი ნების და მისი დაშვების გარეშე ვერ მოხდებოდა. დიდება უფალს. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დღევანდელს. ღონისძიება, კულტურული ღონისძიება მოგვიწვევდა, როგორც ქართველების წესია და ჩვენი წინაპრებიდან მოგვდგამს. ეხლა ის დრო, როდესაც უკვე ჩიქით ხელში უნდა მოვიგონოთ, მოვიხსენიოთ. მე ვიტყოდი ბატონ აკაკის გაუმარჯოს, სადაც არის და როგორც არის გაუმარჯოს. ნათელი ხსოვნის სახესნის თანატოვარს გავაგრძელებთ. ვეცდებით ვარ დავკარგოთ ის რაც მან დანერგა ბოლჯეურობაში ჩვენ ცხოვრებაში რაც მოიტანა და დღევანდელ დღეს ხო არ დავკარგავთ და არ დავკარგავთ. ბატონ აკაკის გაუმარჯოს. იცოცხლე. იმ პოლიტიკაში ყველანაირ ცდომაში ვიყავით. მის მიერ ერთი პატარა მინიშნებაც უკვე საკმარისი იყო, რომ მთელი გადაშლილი იყო წინ შენ პოლიტიკური მთელი ვითარება და სიტუაცია და რაც ესეთი კაცი პოლიტიკაში არ მახსოვს. მეგო აგერ მეგობარმა ერან აიხსენა რომ თემურა პირველმა ეს აზარი როგორ უბოძა ნოდარ ჯორჯაძეს. ნოდარ ჯორჯაძე იყო კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მოთავე, ერთ-ერთი გმირი. ორმა კაცმა დაიწყო ეგ გამოსვლა. ნოდარ ჯორჯაძემ დავით ჯანდია. ამ ბრძოლას ბევრი ქართველი შეეწირა. ნოდარი დარჩა გმირად, მაგრამ ბოლო დროს ხდება საშინელი რამ. ისტორიიდან ამოიღეს ამ კაცის გვარი და სახელი. არ არის დღეს მოხსენებული. მეორე აი დიდ ეპოქაში თავი დავანებოთ იმ სასულიერო პირებს, სასულიერო სფეროში მოღვაწე ჯორჯაძეებს. მეორეს იყო ირაკლი ჯორჯაძე, გენერალი. სხვათა შორის მე როცა ვარშავაში გავხდი, ძალიან ემადლიერებოდნენ პოლონელები. ჩეხეთში, უნგრეთში თუ სისხლის თბორი დადგა, ირაკლი ჯორჯაძემ უმსხვერპლოდ გადაჭრა ეგ პრობლემა. იარუზელსკი იყო ჯორჯაძის მოწაფე, რომელიც სათავეში ჩაუყენეს ამ პოლონეთის ხელისუფლებას და დირექტივებს იღებდა ირაკლი ჯორჯაძისგან. კაცი არ დაუშიათ სიკვდილი პოლონეთში.
რა ვიცი ძალიან ბევრი არჩი ჯორჯაძეც გარახს მაგრამ თავარი ის არის რომ ბრძოლის ველმა დღეს სულიერ სფეროში გადაიმართა უკვე მახვილი აღარ იყო საკმარისი და ფიქრმა ეს კაცი მიიყვანა აი აქ ამ მოძღორებამდე რომელიც წარმოადგინა მან სამწუხარო ის არის რომ ჩაყვა მას საფლავში კეთილი ზრახვა კეთილი სურვილი შევთხოვოთ უფალს თავის წიაღში მიუჩინოს ადგილი ხსოვნა იყოს ამინ საქართველოს მომავალი მოწყობის გეგმა ქონდა მოწერილი თავისი ჯარით თავისი სტრუქტურების დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელი ყველაფერი 70-იან წლებში ხო ეს არის 1979 თუ 1980 კომუნისტური რეჟიმი ეს და დაგიწერეთ შემოგავდა შეგონია რომ ესო ძალიან შორს იქნებაო ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი და ყველა დაგვარწმუნა რომ ამ საოცარ კაცს წინასწარ მეტყველების ნიჭიც შემოგაგება სათელში აპოქს მეტყველების საგეგმოს კიდევ ერთხელ მადლობა არაერთხელ აგვიხსნა ჩვენ ხანკასამ უგრძნობის დროს რომ ისედაც ისე დროში გვიწევს ცხოვრება სხვა დრო მოვიდაო და ჩემზე ძალიან მოკლედ ძალიან ლაკონურად ეს მოვიდა პარაკეთო და აქტურად ისე მივეჩვეთ ამ მდგომარეობას ამდენი წელიწადი რომ აგერთა კაცი ეხლაც მაიც ისევა რომ ბევრს არა და ბევრი გვაქვს საფრთხე ყველაფერი იმ დღეს ჩვენ აღნიშნე კიდე ქართველობა მთლიანობაში თუ შევძლებთ ამ საერთო ეროვნული საკითხის გადაწყვეტას გადარჩენა ქვია ამ კაცის 8 წელი ეს ყველაფერი უფრო სხვა სიმაღლედან იქნება დაფასებული ქართული ერის განმავლობაში თანამართ დიდება მის ხსოვნას და ლიტერატურის მიმართულებით ბატონო მწერლები თქვენზე უკეთესად შემფასებები ფაქტები თიანობაში ერთ-ერთ ჩვენთაგანი ვერ ვიქნებით თავისთავად ხარდებს მარტო რამოდენიმე რამეს ვიტყოდი რა მილიონზე მეტი ხელმოწერა შეგვაგროვებინა და მოხრილობები გასაგებია და სამჯერ საყოველთაო ეროვნული დამორჩილებლობისთვის დაუძახა მთელ ქვეყანას. გარკვეული მიმართვები შეადგინა და რაც მაშინ ეს შესაძლებლობა არსებობდა, ხო. ძალიან დიდი რაღაცებს ჩაუდგა სათავეში, საწყისები მისცა ასე ვთქვათ. დღეს საკმაოდ ენაგამართულია საქართველოში საზოგადოებრივი აზრი ყალიბდება და სოფლიოსაც შეყურებს და უკვე მეც ვხედავთ ესეთ გულუფრთხილობა აღარა საკმაოდ ციხეებში ვიდივარ და ასე შედეგი არა ის პერიოდები რაზეც ლაპარაკი აქვს მაშინ სულ სხვანაირად იყო საქმე და მდგომარეობა ხსოვნა აქედან ულოცავთ და საქართველოსაც ის ბრძოლა რაც ამ გვარის ერთგვარი ყველა ქართველი გვარი ყველა ჩვენი თანამოქმედის მოვალეობა რა თქმა უნდა მამულისათვის რაღაცის გაკეთება და ამ გვარს აქ დიდი ღვაწლი საქართველოსათვის გააჩნია და ღირსეული გვარის წარმომადგენელი გახდათ ბატონო აკაკი ლოცავ აქედან ჩემი მოწაფეები რომ ხართ ეს იმით შეგეთყობათ ერთმანეთი რომ გეყვარება თქვენ გიყვართ ერთმანეთი აღასრულებთ მის წმინდა ანდერს დიდხანს გაცოცხლოთ ღმერთთან სიკეთის გზით გატაროთ და ის საქართველო რომელზედაც ბატონი აკაკი ოცნებობდა ეგ საქართველო მოგცეთ ღმერთთან ამოცილები
ესეთი დამსგუნველი სახელია. რამიდა გითხრათ, იცით, აი სიყვარულზე იყო ლაპარაკი და ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ჩავატარეთ დიდი მსოფლიო პოეზიის ფესტივალი და მოხდა ისე, რომ ყვარლში იყო ეპიცენტრი. ყვარლიდან ჩამოვედით ესე 12-ის ნახევარს. მე ვთქვი, რომ უჩვიდეს. რომელიღაც მეტროსთან მივაყვანე თავი ამ ძღოლს, იმიტომ რომ იქ ვერ ამოვიდოდნენ ელემენტარული სტუმრები იყვნენ და ვერ ვაწოლებდი. და როგორ მომიყვანეს იმისი დელისის მეტროსთან. გავარდი. ტაქსის ჩაჭადე, მაგრამ დედაქალაქში ტაქსს ვერ იშოვი, თუ გამოძახებით არ აღწევს. ხო და ჩავიხდი ახლა და წამოვიდი ფეხით. დაახლოებით 10 მანქანა საუწევი მე გზაში ხდი და არასდროს გამიჩინა ახალგაზრდა კაცმა. საითბილი ხართო და მე წაგიყვავ თუ მითხრა. გზაში აღმოჩნდა ახალგაზრდა კაცი ოქროპირიძე დიდი საეკლესიო დინასტიის თავმოვარი. იმიყვანა სახში მე რა თქმა უნდა ჯიბერზე გავიყარე ხელ და მაცხენინე თუ მითხრა და თქვენ აქვე ახლოს ცხოვრობთ არა მე ცოტა შორს მივდივარო ის უნდა ჩამოსულიყო ნუჩუბის მეხუთე რა იმიდან ფერდობიდან და წასულიყო სხვაგან ჩემთვის ეს იყო აი ამ გაუცხოებულ გათითო-კაცებულ საქართველოში სიყვარულის და თანადგომის გამორინება პაპაც ვეკუთვნოდი რა თქმა უნდა მაგრამ მე რამდენს ეკუთვნი პაპაც ზედრო არ შემოხედავდა რა მე აი ამ სიყვარულის სარეძელოს რომელიც ჩვენმა ერეკლემ აი ეს სპონტანურად წარმოთქვა მხოლოდ იმიტომ რომ მივდივართ მე მინდა იმ სიყვარულს გავუმარჯოს და სიყვარულისაც თითოეული თქვენგანი არის გამშვალული აკაკი ჯორჯაძისადმი ქალბატონ მანანას თამადობით სვამი სიყვარულის სარეძელოს რომელიც დღევანდელ მოიყვანა ეს ქვეყანა და იმ სიყვარულის სარეძელოსაც სვამ იმ ქალბატონის სიყვარულის სარეძელოს სვამ რომელმაც ამ 400 წლის წინათ ყველას დაუტკიცა რომ ქართველი ქალები არ წხდებიან რაც უნდა დიდი საცდური ჰქონდეთ შარშატვის ზეიმეთ მისი ზავის ზეიმეთ აღნიშნეთ მისი ზეცად აღვლენების 400 წელიწადი და იმ ქალბატონი დიდი ქეთევანი era აი ამ სიყვარულს გაუმარჯოს ყველაფერს ერთად რაც ჩვენ გადაგვარჩენს და რაც ჩვენ ძალას მოგცემს რომ ეხლა გავაგრძელოთ ამ საუკუნეების უკრანებში სიარული შეუწყებლად და პატრიოტიზმით. ეს ხელი მოგიმართოთ მე ხითხარით ასაბიას წელი ვარ და ამიტომ უნდა დაგწოთ. კარგად ეხლა. ერთ პატარა ეპიზოდს გავიხსენებ. სამი პატრიოტის სინამდვილეა. ბათუმიდან მოვდივარ მარშრუტით. ერთი წუთი ყურადღება. ისმენკითხა? კი ბატონო. რო წამოვედით მანქანას წინა ფარი დაუზიანდა და ვეღარ ანათებს. ხო და ცალი ფარი არა ცუდა და თქვა რომ უნდა დავშეთო. აი ამათ ხალხი ვიცი ხო შეთოც დავშვით იყვნენ და ჩავიდა და უნდა ვიარო და ის ვახვა და ნელა მიდიოს ახლა მარშრუტკა ასე და წინიდან რომელთვის მანქანა გვისიგნალებენ და აგინებენ ამ დროს დასაკეთებთ. და მე ერთ-ერთმა მძღოლმა გააჩერა დაგვაჩერებია ამოვიდა ზევით ნახა ეწვალა ვერ გააკეთა. მე მობრუნდებიო და უკანა სინაფით ფარებით გაგინახე. უხანათი ჩამომიყვანა როზოკეთში. ძალიან აუღელდი და მე უთხარი ახლა ამწერა დავწერა. და გამაგებია საქართველოს და არა ახლა რომ მაგიტაწერო ყველაფერი კარგია. ამა ეს კიდევ შესკრი გამიგებს როგორც ბიბლიაში ამარცხერა უნდა იცოდეს მაგალითად და ეს არის სიკეთე და მე ამ სიკეთის ხალხს მოსალკოლა. მე კიდევ თუ გამარჯვებული გამარჯვება ასე და ჩვენ და ყველას